ანუ ამ წყლის სათავე ნაგებობების სამუშაოები, ხო? სპეციალიზაცია, ხო? ხო. ხო. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ურაგვის სათავე ნაგებობაზე, რომელიც ამარაგებს ლანჩხუთის მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს. ეს ნაგებობა და ეს სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა სულ რამდენიმე დღე, რაც ექსპლუატაციაში გავიდა. აქ საშუალება გვექნება სამუშაო, როცა დასრულდება ქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ამის შემდეგ წყლის როგორც ხარისხობრივად უკეთესი წყლის მიწოდების მოსახლეობისათვის, ასევე იყო შეფერხება გრაფიკებში ლანჩხუთში. რამდენიმე უბანი უკვე 24 საათიდან 12 საათიდან 20 საათზე გადავიყვანეთ. გვაქვს კიდევ პრობლემატური უბნები, რომელსაც დასრულების შემდეგ გადავიყვანთ უკვე 3 საათიანი მომსახურებიდან ალბათ 12-16 საათიან მომსახურებაზე. და რაც უფრო ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე უფრო ანგარიშგასაწევია და საყურადღებოა ის არის, რომ ფუნქციონალურად იმდენად უკეთესადაა აქ ყველაფერი უკვე მოწყობილი, რომ ხარისხის პრობლემას ნაკლებად გვაქვს. სისტემატურად ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება. აი დღესაც გუშინაც სპეციალურად რაღაც ახალი ფილტრები იყო, შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმებები გავიარა და ამავდროულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობას უკვე ვაწოდებთ ნორმალურ წყალს. ანუ სამუშაოები ახლა რა პროცესია და დასრულების ანუ როდის იქნება შესაძლებელი, რომ ეს სამუშაოები წლის ეს სათავე ნაგებობის სამუშაოები დასრულებულია. და ეს პირველი გაშვებები წავიდა უკვე დღეს ფაქტიურად დღეს მივაწოდეთ მოსახლეობას წყალი, მაგრამ მიმდინარეობს ქსელის სარემონტო სამუშაოები, შიდა გამანაწილებელი ქსელის და ეს სამუშაოები დასრულდება ალბათ სადღაც მაისის ბოლოსთვის. და შემდეგ უკვე ყველაფერი ერთად აჟურში იქნება მოყვანილი რა. დავით სერცვაძე, ოზურგეთის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული სერვის ცენტრის დირექტორი.